საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ЛЦ. საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ЛЦ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც 5600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ЛЦ-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ЛЦ მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ЛЦ-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად ЛЦ მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მიერ მოთხოვნილი 5600 ამერიკული დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2650 აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან, თაღლითობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1980 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით ვასაჯაროებთ ამ დანაშაულის ჩადენის ამსახველ შესაბამის ვიდეო აუდიო მტკიცებულებებს. ამას უნდა 6 უნდა ძმაო ერთწლიანს. ანუ ბინადრობა ერთწლიანს 6 უნდა. ეს ყველაზე ცოტა. Давайте сейчас გითხოს. Мне михаил бере هر کی ვისაც უნდა გითხოს? დოლარ. ხო, დოლარ. 5 წლიანი 12000 ვთქვა. 5 سال 12000 دلار. دلار. ეს 5 წლიანი. 5 ساله 12000 دلار. ყველას გაუშვებენ ახლა, ვისაც საბუთი არა. دیگه الان همه رو میفرستم بیرون. هر کی ثبوت نداره یعنی سند نداره میفرستم بیرون. ქუჩაში გააჩერებენ, ხელს მოგიდებენ აეროპორტში. აი სადაც გინდა მივიდეს და რამდენი წელია. თან ეს 100%-იანი იცი. ბინისის მინდა? ბინის საბუთი. ძველი ID მინდა? კი გაქვს. ხო, ძველი ID მაქვს. სად მუშაობს? თუ მუშაობს? ხო. არაფერი პრობლემა არა, ვიტყვით რომ ხო. საბუთებია ხო? მედიკას. پاسپورت او جواب ترانسفورماییه 2000 دلار 2000 دلاری واقعا دیگه بیشتر نتونستم مارک متریال شمسه მომისმინე ეს 2000 დოლარი და სამშაბათი 3450 დოლარი რამდენი უნდა დარჩენი მოგიწევ 3450 3000 შენ ხათი 400 დოლარი ხო დააკლა ანუ გამოდის ეხლა დარჩება 2950 2950 ხო მე ორშაბათს დავაწყებინე შენ გენაც ვარ ორშაბათს დავაწყებინე მაშინ ორშაბათი იწყებ ორშაბათი და დაითვალე მაქედან ის დრო რა დროს გიხარით ეს მომდეშმარა ის დრო დათვალოს ხუთშაბათამდე რა მოკლედ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიახ ეს თანხის გადახდის ხო და ის გაკეთების დრო რამდენი ცოტა მალე შეიძლება რამინი გაიმზადა ნაძილი თანხა დანარჩენისას ალბათ საღამოზან ხვალ გეტყვი ზუსტად როდის სრულად იქნება ხელში საბუთები მზად აქვს მაგას საბუთები ზად აქვს ხო საბუთები ორივე ბინის ყველაფერი ირანული პასპორტის ასლი კი ქართული პირადობა რო ქონა მაგისი გვაქვს კი ოსო კიდე რა გვინდა მეტი არაფერი არაფერი გვინდა ძმა ხო კარგი როდის იქნება მზად ჩვენი ძმა მე ახლა დავრეკა 10 15 ნახევარ საათში გეტყვი მოკლედ რა 3000 დღეს
3000 დღეს და სამშაბათამდე ვაცდით 2450 და 23-ში იქნება მაგის საბუთი. კარგი, ეხლა დავრეგავ, ანუ 3000 ეხლა უნდა გადაგიხადოს. დღეს 3000, დღეს როცა იქნება საღამოს, როცა ჩამოვა. და 2450 იქნება სამშაბათი მაქსიმუმ. კარგი, და 23-ში აიღებს საბუთი. ხვალ მოიტანოს თან ხალხური არაფერი არ გამოვა ესე ჩემო ძმაო. და არ უნდა შეეშალოს ახლა მაგას ჩვენთან თორე ჩათვალე რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება ძმა. მე მითხრეს ეხლა გავაჩერებ. და კლიანად რო მოიტანს, დავიწყებ ისევ.